გამარჯობა, ეთერშია გადაცემა არიალი. ყოველ თვე ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიაში სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ სხვადასხვა პრობლემებზე, გამოწვევებზე, პროექტებზე, სიახლეებზე, საინტერესო ადამიანებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელი გადაცემის თემა კი რეპეტიტორის ინსტიტუტია. აბიტურიენტები 2025 წლის ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. უმრავლესობამ რეპეტიტორებთან მომზადება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. მათი განმარტებით, მხოლოდ სკოლის ცოდნით შეუძლებელი არის გამოცდებზე მაღალი ქულების მიღება. ამიტომ აუცილებელი არის დამატებით მასწავლებლებთან გადამზადება. რა არის მიზეზი და პრობლემიდან გამოსავალი დღევანდელ გადაცემაში ვრცლად ვისაუბრებთ სტუმრებთან ერთად. გადაცემაში მონაწილეობენ ველისიხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მენტორი პედაგოგი ნანა ნიკოლაშვილი და იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი მაია უტიაშვილი. დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მანამდე მოვისმინოთ მე-12 კლასელების არგუმენტები, თუ რამდენ საგანში ემზადებიან და რატომ არის საჭირო გრანტის მოსაპოვებლად რეპეტიტორებთან სიარული. ვემზადები წელიწად ნახევარია ქართულში, ინგლისურში და ლიტერატურაში. ვფიქრობ, რომ უფრო მეტ განათლებას მივიღებ ინდივიდუალურ მომზადებაში, რადგან უკვე სკოლაში ტენდენციად არის შემოსული, რომ მე-11 მე-12 კლასელები უკვე აღარ დადიან სკოლაში და შესაბამისად გაკვეთილებიც აღარ ტარდება. ამიტომ მირჩევნია, რომ ინდივიდუალურად ვიარო პედაგოგებთან. 2 წელია ვემზადები ქართულსა და მათემატიკაში და იმიტომ რომ მივიღო დამატებით უფრო მეტი ცოდნა, რადგან ეს მხოლოდ ბარიერის გადალახვა არ არის. აქ არის მიიღო ის ზოგადი განათლება, რაც შემდეგ უნივერსიტეტში ასევე დაგჭირდება და ამიტომ თვლი საჭიროდ, რომ ბოლო 2 წელი მოვემზადო. გაკვეთილზე 2 საათი ვართ, ჯგუფში ვართ 4 ან მაქსიმუმ 5. ყველა სათითაოდ გვერდთმობა დრო. ჩვენი სადავალებები სათითაოდ გაირჩევა და ყველა ჩვენი ინტერესიც კმაყოფილდება ამით. ბოლო 2 წელია ვემზადები ინგლისური, მათემატიკა და ქართულში. ვფიქრობ, რომ უფრო დამატებით უკეთეს საშუალებას გაძლევს, რომ თავი მოუყარო ცოდნას, რასაც სკოლა გაძლევს და ეროვნულებზე რომ უკეთ ჩავაბრო. 4 საგანზე მიწევს გასვლა 4 გამოცდაზე. შესაბამისად 4-ვე საგანში ვემზადები ბოლო 2 წელია. ესენია ქართული, ინგლისური, ქიმია და ბიოლოგია და გადავწყვიტე მომზადება, რადგან სკოლაში მართალია გვაძლევენ განათლებას, მაგრამ მაინც ეს ბოლო 2 წელი ისეთია, რომ განვლილი წლების მასალის გამეორებაც გვიწევს და უფრო გვეხმარებიან რეპეტიტორები ამაში. მე-11 კლასთან მემზადები უცხო ენებზე და ისტორიაზე, გერმანული, ინგლისური და ისტორია. ქართული და სამოქალაქო განათლება რაც შეეხება მე-12 კლასთან ვაპირებ, რადგან სკოლა მომცა საკმარისი დონა იმისთვის, რომ ახლა არ დავკარგო ამ საგნებზე მომზადებაში დრო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ქალბატონო ნანა, ვისი ან რისი ბრალია რეპეტიტორის ინსტიტუტის აუცილებლობა? მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას გიხდით, ნამდვილად საჭირო საკითხის განსახილველად მომიწვიეთ. პრობლემურია ეს საკითხი, რეალურად ყველას გვაწუხებს, როგორც პედაგოგს, აბიტურიენტს, მშობელს, მთლიანად სახელმწიფოში ყველა ადამიანს და ამ საკითხთან დაკავშირებით მე ერთადერთი რამ რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის ადამიანების დამოკიდებულებები. დამოკიდებულებები რასთან მიმართებით? ანუ როგორც თქვენ ბრძანეთ, აბიტურიენტებს მოყავთ არგუმენტი, რომ გამომდინარე იქედან, რომ სასწავლო გეგმაში განხილული და შესწავლილი საკითხები რიგ შემთხვევაში ერთ-ერთში თანხმდრაში არ არის ეროვნული გამოცდების საკითხებთან, ამის გამოისობით ხდიან მიზეზს, რომ საჭიროებას ხედავენ რეპეტიტორთან მომზადების. ვერ დავეთანხმები აბიტურიენტებს და ჩემს არგუმენტს მოვიყვან ამასთან დაკავშირებით. სასკოლო განათლებას აქვს ერთ-ერთი მთავარი ღირებულება და ვალდებულება იმის, რომ მოსწავლეს ვასწავლოთ როგორ ისწავლოს. რაც შეეხება თუ რა უნდა ისწავლოს, ანუ რომელი საკითხები, ამასთან მიმართებით მოსწავლეს და აბიტურიენტს თვითონ უნდა კონდეს მზაობა საჭიროების შემთხვევაში სკოლიდან ნამდვილად აქვთ ამის რესურსი და დამხმარე პირებიც უამრავი ვართ, რომ მივაწოდოთ პროგრამები და საჭიროების შემთხვევაში ამ პროგრამაში არსებული ვთქვათ გაურკვეველი საკითხები სკოლაშივე განვიხილოთ. მაგრამ რატომღაც უკვე წლები არსებობს ეს ტენდენცია, ალბათ 30 წელზე მეტ პერიოდს ითვლის, აბიტურიენტი თვლის საჭიროებად, რომ გამომდინარე იქედან, რომ საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა დამოკიდებულებები, რა შეფასება მიიღო აბიტურიენტმა, არის მაღალი მოლოდინები რიგ შემთხვევაში, თავდაჯერებულობას ვერ გრძნობს ამ საკითხის მიმართ და მოკლედ მოითხოვს, რომ აუცილებელია რეპეტიტორთან მომზადება.
რასაც ვთვლი, რომ ჭირდება სერიოზული მუშაობა, ჭირდება ფსიქოლოგიური გადამზადება სკოლის მოსწავლეების იმ თვალსაზრისით, რომ მათ საკუთარ თავში მეტი თავდაჯერებულობა იპოვონ და ამ მიმართულებით დაიწყო მზადება და არა იმ მიმართულებით საკითხების რა რაოდენობა ისწავლეს სკოლაში. დიახ. ქალბატონ მაია, თქვენ რას ფიქრობთ, რა არის პრობლემის მთავარი მიზეზი? მე თავისუფლებას მივცემ, ცოტა უფრო მეტად კრიტიკული ვიყო განათლების სისტემის მიმართ. დიახ. და მე ვფიქრობ, რეპეტიტორის ინსტიტუტის ასეთი პოპულარობა და ბავშვების მომზადების აუცილებლობა უფრო მეტად გამოიწვია იმან, რომ სკოლა სათანადო განათლებით ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეებს. განსაკუთრებით მე-12 კლასზე მინდა ყურადღება გავამახვილო, სადაც თითქმის არ ტარდება გაკვეთილები. მე-12 კლასის არსებობამ საერთოდ აზრიც კი დაკარგა, აი მასიურად შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნებისმიერ საჯარო სკოლაში ამოწმოთ, მე-12 კლასელები გაკვეთილებზე არ დადიან, აი თვითონაც კი არიციან რისთვის არსებობს ეს მე-12 კლასი და ბევრი მოსწავლისგან გულის ტკივილით მომისმენია მისულან გაკვეთილზე, მაგრამ არავინ არ დახვედრიათ ერთი ან ორი ბავშვის მეტი და იმ ბავშვსაც კი ვისაც უნდოდა რომ საგაკვეთილო პროცესი დასწრებოდა, გაცრუებია იმედი და გამობრუნებულა უკან სახლში. თუ კი მე-12 კლასში საერთოდ არ დადიან მოსწავლეები და ყველა კერძო მასწავლებელთან ემზადება, მაშინ რის მომცემია, ხო, ეს ხომ არის ბავშვებისთვის კიდევ ერთი დაკარგული წელი და ის პროგრამა, რაც მე-12-ში უნდა გაევლოთ სიტყვაზე, შეიძლება ქვედა კლასებს გადაუნაწილდეს და საერთოდ საკითხი დადგეს მე-12 კლასის მოხსნის შესახებ. ახლა წლების წინ 11 წლიანი იყო სწავლა და მე-12 კლასი საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ ვახერხებდით ზოგადი განათლების მიღებას, ხო? თუ კი იქნება და დატოვებენ, მაშინ უნდა იყოს სრულყოფილი მე-12 კლასში სწავლა და საგაკვეთილო პროცესი ტარდებოდეს სრულყოფილად და იმ დონეზე ხდებოდეს ცოდნის გადაცემა, რომ ბავშვს აღარ დაჭირდეს კერძო მასწავლებელთან სიარული. თუ განათლების სისტემა ბავშვების მიმართ უფრო მოთხოვნი იქნება, გაამკაცრებს ზომებს, რომ დასწრება იყოს სავალდებულო, რა ვიცი, ამისთვის 1000 მექანიზმი აქვს ხო სახელმწიფოს, გარდა პედაგოგებისა არსებობს მანდატურის ინსტიტუტი შეიქმნა, რომელიც წლების წინ საერთოდ არ ქონდა, მანდატურების იქით არსებობს მუნიციპალიტეტში ბავშვთა ოთახი და რა ვიცი 1000 სხვა ორგანიზაცია, რომელიც ბავშვების უფლებებზე ვითომ დაზრუნავს ერთი შეხედვით, მაგრამ ფაქტია, რომ მე-12 კლასში ბავშვები ვერ იღებენ ცოდნას და არავინ არ არის ამაზე პასუხისმგებელი და არავინ არ სთხოვს, არც სკოლის დირექცია სთხოვს ბავშვებს, რომ რატომ არ და არც მშობლები, არც ადგილობრივი თვითმმართველობა, ანუ არავინ არ არის დაინტერესებული იმით, რომ არ ტარდება გაკვეთილები. ეხლა მე ბევრისგან ეგეც მომისმენია, რომ აი ეს რეპეტიტორობა უნდა მოისპოს, უნდა აიკრძალოს. სამართლებრივად ამას ვერასდროს ვერავინ აკრძალავს, იმიტომ რომ ცოდნის გადაცემა ისეთი მადლიანი საქმეა, რაც კაცობრიობა არსებობს, ყოველთვის იყო მასწავლებელი და მოწაფე და ყოველთვის ვიღაცას ცოდნას გადასცემდა. ეს უანგაროთად შეიძლება ადამიანებმა გააკეთონ სახლებში ან სხვა გარემოში და ამას ვერავინ გააკონტროლებს. უბრალოდ აღარ უნდა ხდებოდეს საჭირო. სკოლაში იმდენ ცოდნას უნდა იღებდეს ბავშვი, რომ კერძოდ კიდე ფულის გადახდა მშობელს აღარ უნდა უწევდეს და მისი ტარება მასწავლებლებთან. ეხლა მე თვითონაც მშობელი ვიყავი და გავიარე ეგ, რომ ნამდვილად ვამზადებდი ორივე შვილს, იმიტომ რომ ბოლო წლებში ეს აუცილებელი იყო. საინტერესოა თქვენ რატომ ამზადებდით? სკოლაში ვერ იღებდა სრულყოფილად ცოდნას. არც სრულყოფილად ტარდებოდა გაკვეთილები. უმეტესობა მასწავლებლებიც მობილიზებული იყვნენ, სახლში გაქცეული იყვნენ, ჯგუფები ელოდებოდათ და ბავშვებიც სხვასთან ემზადებოდნენ და ფაქტობრივად მე-12 კლასში მახსოვს, რომ არ ტარდებოდა გაკვეთილები და დღეს უფრო უარესი მდგომარეობაა. ესე იგი მე-12 კლასი არის იმისთვის, რომ დამატებით მოემზადონ მასწავლებლებთან, თქვენ ამის თქმა გინდათ. ასე გამოდის. საერთოდ აბიტურიენტების უმეტესობა ახლა ჯერ თავიდან ხო თვითონაც უნდა გაერკვნენ რა უნდათ, რა პროფესია უნდათ, ხო მე იმ ფაკულტეტზე რა საგნები ბარდება და აბიტურიენტების უმრავლესობა მომზადებას იწყებს და უნდა თუ ამას აკეთებს სკოლაში თუ კერძოდ უნდა აკეთებდეს ბოლო წელს, ხო, დამამთავრებელ კლასებში.
მე პირადად ძალიან ზედმეტად მიმაჩნია პატარა ბავშვების დაწყებით მომზადება. დაკვირვებით მშობლები მოსწავლეებს არა მარტო ეროვნული გამოცდებისთვის ამზადებენ დამატებით, არამედ პირველი კლასიდანვე დაყავთ მასწავლებლებთან. ამ დროს რა ფუნქცია ეკისრება სკოლას? ეს არის ძალიან არასწორი. აი თქვენ ფსიქოლოგიც რომ მოგეწვიათ და გეკითხათ ფსიქოლოგებიც დაგეთანხმებოდნენ ამაში, რომ ბავშვებისთვის მით უმეტეს აი დაწყებითი კლასის ასაკში, ხო? აუცილებელია ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის, ურთიერთობებისთვის მეტი დრო, თამაშისთვის, ვარჯიშისთვის, თქვათ, ცეკვა, მუსიკა, სხვა 1000 სხვა ხელოვნების სფეროში შეუძლიათ აქტივობები იყოს და იმით დაკავდნენ და არ არის აუცილებელი ბავშვის გონება გადაიტვირთოს ზედმეტი საგნებით სკოლის იქით კიდე დამატებით მომზადებით, ეს ბავშვის ფსიქოლოგიას აზიანებს. ჯობია მშობლებთან კონდეთ ურთიერთობა, დედმამიშვილებთან, მეგობრებთან, ითამაშონ, იცეკონ, იმღერონ და არა ის რომ სკოლის მერე კიდე 3-4 სხვა მასწავლებელთან იარონ. ეს არის ბავშვის მიმართ მავნებლობა და ზიანის მომტანი. დიახ, ქალბატონო, თქვენ რას ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს პრობლემა, რომ პირველი, მეორე და მესამე კლასიდანვე უკვე ამზადებენ მშობლები მოსწავლეებს? კი ბატონო, მადლობა დიდი. ამასთან დაკავშირებით შემიძლია სხვადასხვა არგუმენტები მოვიყვანო, თუმცა მოსაზრების დონეზე მომყავს არგუმენტები და ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრების დონეზე გავაჟღერებ, რომ რიგ შემთხვევაში მშობელი მუშაობს, აქვს გადატვირთული სამუშაო რეჟიმი, რიგ შემთხვევაში მშობელი ვერ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, გონია რომ სპეციალისტი უკეთესად ასწავლის მის შვილს, თუმცა დაწყებით კლასებში, როგორც ქალბატონმა მაიამ ბრძანა, აბსოლუტურად ვეთანხმები, მშობელსა და შვილს შორის უნდა იყოს რაც შეიძლება მჭიდრო კომუნიკაცია. განსაკუთრებით პირველ-მეორე კლასებში, როდესაც ბავშვი ამბავს ეცნობა და გამართულ კითხვას სწავლობს, სასურველი იქნება, რომ მის გვერდით იჯდეს მისი ოჯახის წევრი, მშობელი, დედა ან მამა, ან ოჯახის წევრი მაინც და მათთან ერთად ცდილობდეს ბავშვი ამ უნარების განვითარებას. ხოლო შემდგომ უკვე ელემენტარული ყურადღება არის უკვე საჭირო. ბავშვი, როდესაც გამართულ წერა-კითხვას სწავლობს, მას აღარ უჭირს უკვე გაკვეთილების მომზადება, ეხალისება, თავს კომფორტულად გრძნობს, ასაკობრივი განვითარების თვალსაზრისით საზოგადოებაში იმკვიდრებს ადგილს, განსაკუთრებით ლიდერული უნარჩვევების ჩამოყალიბება ხდება ზუსტად ამ დროს და ბავშვი მოტივირებულია, რომ იმეცადინოს, თუმცა ამ დროს ამავდროულად დღევანდელი პრობლემებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი კიდევ უფრო ისეთი ტენდენციური პრობლემა გახდა ციფრულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება ბავშვების, საჭიროა ვინმე, ვინც გააკონტროლებს ამ ყველაფერს ოჯახში, საჭიროა რომ ბავშვს მიეთითოს, თქვათ, რა ქონდა დავალება, როგორ უნდა შეასრულოს და ასე შემდგომ და ამას ნამდვილად ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთ, თქვათ, მითითებებს სულაც არ ჭირდება დამატებითი სპეციალისტი. ამ დროს ყალიბდება მშობელსა და ბავშვს შორის სერიოზული, ანუ აი რაღაც ურთიერთობები, მზრუნველობას ხედავს ბავშვი, იგებს ოჯახის მხარდაჭერას და უფრო სრულფასოვანი აღზრდა ხდება ბავშვის. და რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე თანდათანობით, როდესაც სწავლა რთულდება, გართულებას თან ახლავს ის, რომ ნებისმიერი სახელმძღვანელო, ნებისმიერი პროგრამა შედგენილია ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით და აბსოლუტურად ყველა ბავშვისთვის არის დაძლევადი. თუ თქვათ ბავშვს აქვს რაღაც პრობლემა და ვერ ძლევს სწავლას სკოლაში, არსებობს სპეციალური განათლების მიდგომა, ინკლუზიური განათლება, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვს მისი საჭიროების შესაბამისი ოდენობის ცოდნა და შესაბამისი მეთოდებით იქნას ეს ცოდნა გაზიარებული ბავშვთან. ამდენად ვთვლი, რომ ის ტენდენცია, რომ მე ჩემი შვილისთვის სიკეთე მინდა და ამიტომ ვამზადებ, ხო, ძალიან ნეგატიურად მოქმედებს და საბოლოო ჯამში მივდივართ იქეთკენ, რომ ბავშვი იზრდება ისეთი მნიშვნელოვანი უნარების გარეშე, როგორიც არის თუნდაც ელემენტარულად
ხო, თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა, რომ ნებისმიერი დავალება დამოუკიდებლად განახორციელოს. ამ კომპონენტს ემატება კიდევ, როგორც ქალბატონმა მაიამ ბრძანა, ბავშვის უფლებების სერიოზული დარღვევა. ერთია, რომ ბავშვი განათლებას ღებულობს სკოლაში, ეს პროცესი სკოლაში დაიწყო რაღაც ულუფა, ანუ აი დავალებების სახშიც მისდევს შესასრულებლად, მაგრამ დამატებით დაყვავს რეპეტიტორთან, იქ დამატებით სხვა დავალებებს აძლევენ და გამოდის, რომ ბავშვობა აქვს წართმეული და მისი განვითარება ძალიან ცუდად მიმდინარეობს და თითქოს ეს რუტინაში გადასდით და რაც უფრო კლასებში გადადის მოსწავლე, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო საშინელი არის იმ თვალსაზრისით, რომ სოციალური უნარები არის, ფიზიკური განვითარება და სხვადასხვა კომპონენტი არასწორ დარღვეულად მიმდინარეობს ბავშვებში. და შემდგომში ეს ყველაფერი გამოვლინდება უკვე, რომ მოზარდობის პერიოდში შეიძლება საუკეთესო მოსწავლეს საერთოდ აღარ უნდოდეს სწავლა, გამოხატული აქვს აგრესიულ ქცევაში და თუ თქვათ მხოლოდ ამით შემოიფარგლება კიდევ კარგი, მაგრამ ამას შეიძლება შემდგომში კიდევ უფრო მეტი ნეგატიური დასასრული ჰქონდეს. აი ჩვენ მოვისმინეთ ასევე არგუმენტები აბიტურიენტების, რომ შესაძლებელი არის სკოლის ცოდნით ეროვნული გამოცდებით ჩააბარო, მაგრამ გრანტს ვერ მიიღებ. რას ნიშნავს ეს? აი რას გულისხმობთ თქვენი შეფასებით? ხო, ეს არის საზოგადოება, ანუ აი ზუსტად ის ეგრეთ წოდებული ზეწოლა, მოლოდინები საზოგადოებისაგან დაწნეხი, რომ აუცილებლად თუ კი კარგი მოსწავლეა, მას ყველაფერი კარგად უნდა გამოსდიოდეს. ანუ უშეცდომო ადამიანების ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული, ოჯახების დამოკიდებულება, რომ თუ კარგი მშობელი ვარ, ჩემმა შვილმა აუცილებლად უნდა მიიღოს უმაღლესი განათლება, მხოლოდ ზოგადი განათლებით, ამ პროფესიული განათლებით არ უნდა მოიფარგლებოდეს და რატომღაც ადამიანის საჭიროებები და შესაძლებლობები ნაკლებად არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ზუსტად ის თავდაჯერებულობა, ანუ რომელიც შინაგანად უნდა გააჩნდეს მოსწავლეს, უკვე ითდება, უკნინდება და ის ეძებს დამხმარეს საყრდენს, რომელიც ეგრეთ წოდებული ხიდი იქნება სკოლასა და ამ ეროვნულ გამოცდებს შორის. არა და როგორც მოგახსენეთ, თუ კი ნებისმიერი კლასის მოსწავლე სისტემატიურად ივლის სკოლაში, სისტემატიურად მოისმენს მასწავლებლების გაკვეთილებს, გარწმუნებთ ნებისმიერ კლასში მიღებული ინფორმაცია მას წაადგება სამომავლოდ, თუ კი ის აპირებს, რომ სწავლა განაგრძოს უმაღლესი განათლების მიმართულებით, თუ პროფესიული განათლების მიმართულებით, ზოგადი განათლების კურსი აუცილებლად მას დაეხმარება და ერთი მეორისაგან პროგრამულად ნამდვილად არ არის გამიჯნული, როგორც გითხარით, აქცენტი ჩვენს განათლებაში, თანამედროვე განათლებაში კეთდება იმაზე, თუ რა მეთოდით და როგორ გავაკეთო ესა თუ ის დავალება. ხოლო რაოდენობრივ ცოდნაზე აქცენტი არ არის გაკეთებული და გარწმუნებთ, თუ მოსწავლემ ისწავლა, ვთქვათ, ამა თუ იმ მაგალითის ამოხსნისას რომელი ფორმულა გამოიყენოს და ეს ფორმულა ისწავლა, ხო? აუცილებელი არ არის მაგალითების რაოდენობა, რომელი შეხვდება ეროვნულ გამოცდებზე. ქალბატონ მაია, თქვენ რას ფიქრობთ, რა არის პრობლემიდან გამოსავალი და შემდგომ იგივე კითხვა მექნება ქალბატონ ანასთან? გამოსავალი უპირველეს ყოვლისა მგონია, რომ არის განათლების რეფორმაში. თვითონ სახელმძღვანელოებიც უნდა იყოს მორგებული, აი კარგად ბრძანეთ ბავშვის ასაკობრივ შემეცნებაზე და უნარებზე და გარდა ამისა უნდა იყოს სრულყოფილად მომცავი ინფორმაციისა, რაც მას თუნდაც ეროვნული გამოცდებისთვის ჭირდება და სასკოლო სახელმძღვანელოს იქით აღარ უნდა ჭირდებოდეს კიდევ რაღაც სხვა დამატებით ლიტერატურის ძებნა, სხვა მასალის ძებნა. ხშირად აი გადაშლით მე-7 მე-8 კლასის წიგნებს და მხოლოდ ფოტომასალაა და ქვეშ მითითებულია, რომ მოიძიეთ ამ და ამ საიტზე ინფორმაცია და ანუ ეს ერთგვარ ბარიერსაც ქმნის, ხო შეიძლება ვთქვათ არ ცხოვრობთ ახლა ისეთ აწყობილ ქვეყანაში, მომენტში შეიძლება ჩაქრეს შუქი ან მშობელს ქონდეს ინტერნეტის ფული გადასახდელი და ვერ მოიძიოს იმ საიტზე ის ინფორმაცია. ამის გამო ხო არ უნდა დარჩეს ბავშვი ცოდნას მოკლებული, ხო? შეიძლება უბრალოდ დაეზაროს და აღარ მოძებნოს სხვაგან.
ამიტომ სასურველია ის ინფორმაცია, რაც საჭიროა საბაზისო ცოდნისთვის, სახელმძღვანელოშივე იყოს მოცემული და სახელმძღვანელო იყოს სრულყოფილი და აღარ საჭიროებდეს დამატებით კიდევ წამახალისებელი ხომ არ იქნება. მე ვფიქრობ, პირიქით უფრო ეზარებათ ხოლმე ამის გაკეთება და უფრო მეტი მიზეზები აქვთ იმისთვის, რომ აღარ მოძებნონ და რა ვიცი, გაბრკოლებას უფრო ქმნის. დიახ, რა რეფორმები არის გასატარებელი იმისათვის, რომ აღარ იყოს აუცილებელი დამატებით მასწავლებელთან მომზადება იმისათვის, რომ გამოცდები ჩააბარო წარმატებით. სავალდებულო უნდა გახდეს ყველა გაკვეთილზე დასწრება. ანუ მოსწავლეთა აკადემიური დასწრება და ეს უნდა იქნეს გაკონტროლებული. ადრე იყო ხოლმე გამოცდები თვითონ საჯარო სკოლებში, სხვადასხვა საგნებში. ხო ვარ ფიქრობ, თუმცა დაბრუნდება, აუცილებელი. სხვათა შორის გამორჩა წეღან მე თქვა. აი სკოლაში სწავლის, ანუ სასკოლო პროგრამის მიმართ ინტერესის შეენელების ისა მოტივი ეგეც არის, რომ სასკოლო გამოცდები აღარ ტარდება. და აბიტურიენტის მოსწავლეების ფიქრები გადატანილია ეროვნულ გამოცდებზე, ვინც აპირებს, რომ ეროვნულ გამოცდებზე გავიდეს. მაგრამ ჩვენი მოსწავლეებზეც ხო უნდა ვიფიქროთ, რომელიც შეიძლება არ აპირებს უმაღლესი განათლების მიღებას, არ აპირებს გასვლას ეროვნულ გამოცდებზე და სასკოლო ატესტატით უნდა დაკმაყოფილდეს და მეორე თქვათ რაიმე პროფესია შეიძინოს, ხო? სასკოლო ატესტატის მოპოვებასაც უნდა ჭირდებოდეს გარკვეული ცოდნა და გამოცდის საფუძველზე უნდა ხდებოდეს ამ ატესტაციის მიღება, რაც სტიმულს მისცემს მოსწავლეს, რომ იაროს სკოლაში, არ გააცდინოს გაკვეთილები და კარგად ისწავლოს, შეძლებისდაგვარად ისწავლოს. ამიტომ ვფიქრობ, აუცილებელია სკოლაში ტარდებოდეს საატესტატო გამოცდები და თუ იქამდე მივა ჩვენი განათლების სისტემა და ისე განვითარდებით, რომ სკოლის ატესტატის მისაღებად საკმაოდ კვალიფიცირებული გამოცდების ჩაბარება მოუწევს ბავშვს, შეიძლება მივიდეთ იმ დონემდე, როგორც ევროპაშია, მაგალითად ეროვნული გამოცდები საერთოდ აღარ არსებობდეს და ამ ატესტატის ნიშნების, ქულების საფუძველზე ყველა უმაღლესი სასწავლებლის კარი შემდგომ ღია იყოს ბავშვებისთვის და იქ მერე თვითონ ისწავლიან შეძლებისდაგვარად. შეძლებენ დაასრულებენ განათლებას, ვერ შეძლებენ დაანებებენ თავს. მაგრამ ატესტატი უნდა მოწმობა იყოს ზოგადი განათლების დამადასტურებელი და იმის დამადასტურებელი, რომ შენ ღირსი ხარ უმაღლეს სასწავლებელში შედგა ფეხი. აი ამ დონეს თუ მივახწევთ და ასეთი საატესტატო გამოცდები გვექნება ქვეყანაში, მაშინ ეროვნული გამოცდები, პირიქით ეროვნული გამოცდები დაკარგავს აზრს და უგამოცდოთ მოხდება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა. ქაუტონ ანა, თქვენი შეფასებით რა არის პრობლემიდან გამოსავალი? პრობლემა იმდენად მრავალმხრივია და იმდენად საფუძვლიანი და იმდენად უკვე სერიოზულად აღქმადი და წლები არსებობს ეს პრობლემა, რომ ერთბაშად ერთი-ორი თეზისი ამ შემთხვევაში მე არ მიმაჩნია, რომ გამოსავლად გამოგვადგებოდა, თუმცა მინდა აღვნიშნო რამოდენიმე მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებით პირადად ჩემი. ჯერ ერთი გავახმოვანებ იმას, რომ არ მინდა მოვლენებს წინ გადავასწრო, თუმცა სამინისტროს უამრავი რეფორმა აქვს დაწყებული და სწორედ ამ გამოცდების შემოღებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს გარკვეული ძრები სამინისტროში და დაგეგმილი აქტიობები, რომელიც ძალიან მალე ალბათ გახდება ყველასთვის ცნობილი. არ გადავასწრებ მოვლენებს და ამაზე წინასწარ არ ვილაპარაკებ, თუმცა შესაძლებელი არის სკოლებში კვლავ იყოს გამოცდები, ხო, ატესტატის მისაღებად. დიახ. არა მხოლოდ ყველა საფეხურის დასასრულს მოსწავლის აკადემიური ცოდნა გამოცდებით სისტემურად შემოწმდება და არა მხოლოდ ერთეული სკოლების გემოვნების დონეზე. გარდა ამისა, გვაქვს კიდევ ასეთი მოცემულობა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რაც მოსწავლეების სწავლა-განათლების ხარისხს ადაბლებს და რეპეტიტორის საჭიროებას დის, არის ის, რომ ხშირად ბავშვები არ დადიან
ანუ სისტემატიურად სკოლაში პერიოდულობით გამოირჩევიან. ამ პერიოდულობას ერთვის ის, რომ დაწყებით საფეხურს, როგორც კი ბავშვი დაამთავრებს, მშობელი ძალიან იშვიათად აკითხავს საკუთარ შვილს სკოლაში. არადა ჩემი აზრით, რა ვიცი, საკუთარ შვილზე ღირებული მე არ მიმაჩნია არაფერი და დარწმუნებული ვარ ყველა მშობელს საკუთარი შვილისთვის კარგი ემატება, ამიტომ მშობელი მუდმივად უნდა თანამშრომლობდეს სკოლასთან, მუდმივად უნდა იყოს კავშირში. ამას კიდევ ემატება ის, რომ ბავშვების უდიდესი ნაწილი, რომელიც სისტემატიურად ივლის სკოლაში, დაინახავს პასუხისმგებლობა სხვადასხვა საგნების მიმართ და აღმოაჩენს, რომ თქვათ საგანი, რომელიც ეროვნული გამოცდებისთვის სჭირდება, თუ თქვათ დამხმარე საშუალებით მეცადინებს სხვა საგნებს, დამოუკიდებლად მივა უკვე იმ დასკვნამდე, უბრალოდ ამას დრო ჭირდება და ერთბაშად ესეთ ღირებულებების გადაფასება ვერ მოხდება, მივა იმ დასკვნამდე, რომ შეუძლია თქვათ ის გამოცდებიც დამოუკიდებლად მოამზადოს. ის რომ თქვათ რეპეტიტორი მეხმარება იმაში, რომ მაღალი ქულა მიიღო, კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს თვითონ მოსწავლეში და მის მშობელში არსებული ღირებულებაა, თორემ ფაქტის თვალსაზრისით ვაღიარებ, რომ თუ ბავშვი გამოხატავს სურვილს, ნამდვილად გარწმუნებთ, აქვს სკოლას, დღევანდელ სკოლას იმის რესურსი, რომ მხოლოდ სკოლაში, მხოლოდ საგაკვეთილო სივრცეში მიაწოდოს ის საჭირო ცოდნა, უნარჩვევები და ღირებულებები, რომელიც დაეხმარება მას ერთიანი ეროვნული გამოცდების მაქსიმალურ ქულებზე წარმატებით დაძლევაში. უღრმესი მადლობა ასეთი ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებისთვის. დიდი მადლობა, რომ თქვენი შეფასებები, აზრი გაგვიზიარეთ. ეს თემა ნამდვილად აქტუალური არის. მადლობა კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა ასევე მოწვევისთვის და მე იმეც ვიტოვებ, რომ საქართველოში ეს საკითხი მალე თავის აქტუალობას დაკარგავს. დავამატებდი ეც, რომ ბავშვისთვის ყველა მიღწევა იქნება ეს თუ შეცდომა დაწყებითი კლასებიდანვე უნდა გაზიარებული იქნეს მშობელთან და დედებმა, რაც არ უნდა დასაქმებულები და დაკავებულები ვიყოთ, ყოველთვის უნდა გამოვნახოთ დრო, რომ ვიყოთ საღამოს თუნდაც მცირე ხნით მაინც მოვიცალოთ ჩვენი შვილებისთვის და მისი შეცდომებიც და მისი მიღწევებიც გავიზიაროთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.